ბატონი მერავი მდიდარი კაცი მე სიმართლე გითხრათ საერთოდ ვერ წარმომიდგენია მართლაც წარმოუდგენელია ის იმ გაგების მესჩანური სიმდიდრის უჭირდა ძალიან ეკონომიურად რა გაგებით ის ამას გაჭირვება თართვლიდა და მეც მაგალითად წლების მანძილზე ასევე ეკონომიურად ვიყავით გაჭირვებული ჩვენ გვავიწროებდა საშინლად ყველანაირად ეს ხელისუფლება და ეს ჩვენთვის ეს არაფერი დიდი უბედურება არ იყო იმიტომ რომ ჩვენთვის თავი იყო ის სულიერი სიმდიდრე რომელსაც ჩვენ მიველოდით და არა ვთქვათ მატერიალური კეთილდღეობა და ჩვენ მატერიალური კეთილდღეობა რომ მყარებოდა ჩვენ ამ გზას არ დავადგებოდით ნამდვილად მე მინდა უსურვო მისახლობლებს რომ გააცნობიერონ ყოველივე ისთვისაც იბრძოდა მერაბ კოსტავა ისთვისაც მან თავი გაწირა და იყვნენ მასავით უდრეკელნი და შეუპოვარნი ამ ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში